ყველგან წერია, რომ ის აფხაზები იყვნენ მედროშეები ქართულ ისტორიაში, კაცო, საოცარი მებრძოლები, ქართველ მეფეს გვერდში ედგნენ. ეხლა შენ უკუღმა წერ, ამ იგონებ რაღაცეებს, კაცო და მე სულ ვამბობ საერთოდ და კარგი რაც გქონდა. ხო გეუბნებით, აი საოცარი ის აქვს ამ აფხაზებს ის ყელი, სიმღერის ცეკვა, ენერგიულების ხარტები რაღაცა. ამას ყვება ქართული ისტორია, მემატიანიც ასე ახასიათებს აფხაზს. აი ესე ვახასიათებ მეც და ვამბობ რომ ამაყები არიან. ჩვენ ხო არ ვიკნინებ საკუთარ რაღაცებს, მაგრამ და შეიძლებოდა იმ ხალხთან ერთად თანაცხოვრება, რაღაცები დაუშვით შეცდომები. გააქვს ეგ მეტი პასუხისმგებლობა ამ ისტორიის წინაშე, იმიტომ რომ იმდენი რაღაც სიბრძნე ტრიალებს ამ ერში, კაცო, ამ ქალაქში, იმ ქალაქში, ამ ქვეყანაში, ამ ხალხში. შენ ხო ვიღაც მოსულები ხო არ აშენებდნენ, ხო არ წერდნენ ამ ვეფხისტყაოსანს და ბიჭო უცებ ავტომატს მაჭერინებ ხელში და მეუბნები რომ თავისუფლებისთვის, კაცო. ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის ბედნიერებაზე მაღლა შეუძლებელია რაღაცა იდგეს, ხო? ისე ხო არ გადასახდებიან სადღაც, კაცო. ჩვენ თუ იქ დავბრუნდით, იქ აფხაზები უნდა დაგვხვდნენ. ბერძნები, რუსები, სომხები, ისინი ხო არ აორთქლდებიან, იქ როგორ წარმოგვიდგენიან. ყველასთან უნდა ვისაუბროთ. თუ არ საუბრობ, ესე იგი ნაბიჯს ვერ დგამწინ, ხო? რამდენი ათეული წელია უკვე ასეული წელია ევროპელები არ ომობენ, 100 წლიანი ომები ჰქონდათ. ბიჭო, ამ ისტორიებს ხო ვსწავლობ და ჩვენც რაღაცა გავითვალისწინოთ უნდა, რაღაცა მაგალითებზე, სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ უნდა და შენ შეცდომებს უშვებ და ისევ იმ შეცდომებს იმეორებ.